დაგეგმილმა ღონისძიებამ კოკისპირული წვიმის გამო სოფელ ქობულეთის ცენტრიდან კულტურის სახლში გადაინაცვლა, სადაც კინტრიშის ხეობის სახალხო დღესასწაული აღნიშნეს. ვოკალურ ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ხალხში გაბნეული ფოლკლორული ნიმუშები წარმოადგინეს. მოსახლეობამ კი ხელნაკეთი ნივთები და შემოდგომის ჭირნაყოლი. მოვალი წლიდან ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ აღნიშნული ღონისძიება კინტრიშის ხეობის ზეიმი გაიმართოს სოფელ ცხენვანში, თარიღიც გადმოწეული იყოს, მოძიებული გვაქვს და დაინტერესება არის გერმანული მხარის, რომ გარკვეულწილად საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ ღონისძიების უკეთეს წარმოდგენაში და ვფიქრობთ, რომ ეს ღონისძიება უფრო მასშტაბური იქნება მომავალ წელში და უფრო დახვეწილი თავისი თქვათ მასშტაბებით. ღონისძიების ფარგლებში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა ჭადრაკში, ნარცსა და მკლავჭიდში. 4 ღვაწმოსილ პირს ხეობის საპატიო მკვიდრის წოდება მიანიჭა. სამშობლო იქიდან იწყება, სადაც შენ არსებობ. ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ჩემი სოფელი და როდესაც მე ღირსეულ მოქალაქედ დამასახელეს, ეს ძალიან დიდი ჯილდოა ჩემთვის. მოსახლეობას ტრადიციული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიულოცეს. ეს არის ზეიმი იმისა, რომ ადამიანებმა მთელი ზაფხული, გაზაფხული შრომაში გაატარენ და შემოდგომაზე თავისი ნაშრომი ტყებებიან, მინდა მათ უსურვო, რომ ყოველთვის ჰქონდეთ შრომის შესაძლებლობა და ყოველთვის ჰქონდეთ ამ შრომის ნაყოფით, ტყბობით შესაძლებლობა. კინტრიშის ხეობა 4 ადმინისტრაციულ ერთეულს ჭახათს, სოფელ ქობულეთს, ხუცუბანსა და გვარას აერთიანებს. შემოდგომის ზეიმი, რომელიც სათავეს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იღებს, მიზნად სოფლის ტრადიციების აღდგენასა და შენარჩუნებას ისახავს.